ამერიკული სამხედრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა ვენესუელაში დღეიდან პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი ასრულებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ფიცი დადო. თავის მხრივ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელ პირად საკუთარ თავს აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელიც ვენესუელის ახალ მმართველს გამაფრთხილებელ გზავნილს უგზავნის და თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში მორიგი სამხედრო ინტერვენციით ემუქრება. მანჰეტენის სასამართლოში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკის ციხეში ყოფება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მძიმე დანაშაულებში, მათ შორის ნარკოტერორიზმში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი პირველი ლედის მორიგი სასამართლო პროცესი 17 მარტს უნდა გაიმართოს. 2 იანვარს გამთენიისას ჩატარებული ოპერაციის გამო კითხვები აქვთ კონგრესში. ცალკეული სენატორები ამერიკის პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი ნებართვის არარსებობაზე მიუთითებენ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ გაეროდან. როგორ აპირებს ტრამპი მომავალში ვენესუელის მართვას უკვე ცნობილია იმ ამერიკელ მაღალჩინოსანთა სია, რომლებიც ქვეყნის მართვის პროცესში იქნებიან ჩართულები. გივი ბარამიძის რეპორტაჟი. ნიკოლას მადუროს ცხოვრების გზამ ავტობუსის მძღოლობიდან შეერთებული შტატების იზოლატორამდე მნიშვნელოვან თანამდებობებზე გაიარა, თუმცა შეერთებული შტატების საპატიმროში ბოლოს სამხედრო გემი წაიყვანეს. პროფკავშირების ყოფილი ლიდერი, ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი უცხო ქვეყნის საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა. ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ ბრალდებებია ნარკოტერორიზმი, კოკაინის შეტანის შეთქმულება და ტყვია მფრქვევების და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა. სასამართლოში მისვლისას ნიკოლას მადურომ ბრალდებები უარყო და ამტკიცებდა, რომ წესიერი ადამიანი და ჯერ კიდევ ვენესუელის პრეზიდენტია. ამ პერსპექტივას განსხვავებულად ხედავს შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომელმაც ვენესუელაში ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი იცნო. დელსი როდრიგესმა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად ფიცი დადო. საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოვიდა ნიკოლას მადუროს შვილიც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წევრია. მწუხარებით მოვედი იმ ტანჯვის გამო, რომელიც ვენესუელელ ხალხს მიადგა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ უკანონო სამხედრო აგრესიის შემდეგ. მწუხარებით მოვედი ორი გმირის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და ამ ქვეყნის პირველი ლედის, სილია ფლორესის გადაცების გამო, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ძევლად არიან აყვანილნი. მწუხარებით მოვედი, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ასევე პატივით მოვედი, რომ ყველა ვენესუელელის სახელით დავიფიცო. მოვედი, რომ ჩვენი მამა განმათავისუფლებლის სიმონ ბოლივარის სახელით დავიფიცო. სახელმწიფოს მეთაურის გადაცების პროცესის ნორმალიზებას თუ მოვახდენთ, არც ერთი ქვეყანა არ იქნება უსაფრთხო. დღეს ეს ვენესუელა, ხალხი შეიძლება ნებისმიერი ერი იყოს, რომელიც უარს იტყვის დამორჩილებაზე. ეს არ არის რეგიონული პრობლემა, ეს პირდაპირი საფრთხეა გლობალური სტაბილურობისთვის, კაცობრიობისთვის და ერების სუვერენული თანასწორობისთვის. ახალი ხელმძღვანელი როდრიგესი ზეწოლის ქვეშაა, რადგან ვაშინგტონი ვენესუელაში ჯარების გაგზავნით იმუქრება თუ ახალი ლიდერი შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ვაშინგტონმა დელსი როდრიგესს 3 პირობა წაუყენა: ჩაახშოს ნარკოტიკების მოძრაობა, გააძევოს შეერთებული შტატების მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნების და ქსელების აგენტები და შეწყვიტოს ნავთობის მიყიდვა შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებისთვის. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ვენესუელაში ოპოზიციას მხარი არ დაუჭირა და ურთიერთობა ისევ მადუროს გუნდთან განაგრძო. თუმცა კითხვაზე თუ ვინ იქნება ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი, ტრამპს მოკლე პასუხი აქვს: ვენესუელას თავად უხელმძღვანელებს. ქვეყანაში ჯერ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ახლა არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხალხი ხმის მიცემასაც ვერ შეძლებს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ქვეყნის გამოჯამრთელება. ვენესუელას არ ვებრძვით. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოდამოკიდებულებსა და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს ჩვენს ქვეყანაში გზავნის. ტრამპი არ მალავს, რომ ვენესუელის ნავთობის სიმდიდრეში წილი სურს. შეერთებული შტატების ნავთობ კომპანიების აქციები გაიზარდა, რაც ვენესუელის უზარმაზარ რეზერვებზე წვდომის პერსპექტივამ განაპირობა. ვაშინგტონის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ მადუროს რეჟიმი მთლიანად ნავთობით ვაჭრობაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ მისგან მოსახლეობას არგებელს ვერ ნახულობდა. ნავთობზე სამომავლო ფსონების გარდა შეერთებული შტატების სამომავლო ინტერესებს ვენესუელაში გეოპოლიტიკური განზომილება აქვს. ტრამპის ადმინისტრაციამ სახელმძღვანელოდ აიღო მე-19 საუკუნის მონროს დოქტრინა, რომელიც დასავლეთ ნახევარსფეროში სამხედრო ინტერვენციების გასამართლებლად და შეერთებული შტატების ერთპიროვნული ჰეგემონიისთვის გამოიყენებოდა.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენსავე ნახევარსფეროში არსებობდეს ვენესუელის მსგავსი ქვეყანა, რომელიც იქნება კონტროლის ზონა და გზაჯვარედინი ჰეზბოლასთვის, ირანისთვის და ნებისმიერი სხვა მავნე გავლენისთვის, როგორც ამ ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში. ეს უბრალოდ არ მოხდება. დასავლეთ ნახევარსფეროში ვენესუელა იყო ქვეყანა, რომელიც ირანთან და ჰეზბოლასთან იყო დაახლოებული და თანამშრომლობდა ნარკოტიკებით მოვაჭრე ბანდებთან. ამასთან ის დაჯგუფებებს ნარკოტიკებით დატვირთული ნავების მათი ტერიტორიიდან გადაადგილების საშუალებას აძლევდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონგრესის წევრებს ვენესუელაში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რასაც კაპიტოლიუმის ბორცვზე კანონმდებლების ორად გაყოფილი რეაქცია მოჰყვა. სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ადმინისტრაციის გეგმები გააკრიტიკა. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა კი ოპერაციას მხარი დაუჭირა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება გამარჯვებად მოიხსენია. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვენესუელის მართვის შესახებ გეგმა ბუნდოვანია, დაფუძნებულია სურვილებზე და არ არის დამაკმაყოფილებელი. მე ვითხოვე, რაც მსურდა, მაგრამ არ მემიღია არანაირი გარანტია, რომ ჩვენ არ შევეცდებით იმავეს გაკეთებას სხვა ქვეყნებში. და ბოლოს, როდესაც შეერთებული შტატები მონაწილეობს ამ ტიპის რეჟიმის შეცვლასა და ეგრეთ წოდებულ სახელმწიფოს მშენებლობაში, ეს ყოველთვის აზიანებს შეერთებულ შტატებს. ბრიფინგიდან ისეთი განცდით წამოვედი, რომ ეს ისევ მოხდება. რაც შეეხება საომარ უფლებამოსილებებს და ფედერალური კანონის დაცვას, ჩვენ ომში არ ვართ. ჩვენ არ გვყავს ამერიკის შეერთებული შტატების ძალები ვენესუელაში და ჩვენ არ ვახორციელებთ ამ ქვეყნის ოკუპაციას. კონსტიტუცია კონგრესს ომის გამოცხადების უფლებამოსილებას ანიჭებს, ეს მართალია. თუმცა ის ასევე ამერიკის პრეზიდენტს, როგორც მთავარსარდალს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. კონსტიტუციის მეორე მუხლის თანახმად, პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება განალაგოს სამხედრო ძალები ამერიკის საფრთხებთან გასამკლავებლად. ვენესუელაში შეერთებული შტატების პოზიციების გაძლიერება ერთგვარი გამოწვევა ჩინეთისთვის, რადგან პეკინი ვენესუელის ნავთობის მთავარი მყიდველია. პეკინმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში კარაკასს მილიარდობით დოლარი ასესხა და ვენესუელის ლიდერის გადადგომის შემდეგ მის მიერ გადასახდელი თანხის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2023 წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით პეკინმა გაძლიერებული ეკონომიკური დახმარებითა და დიპლომატიური მხარდაჭერით კარაკასი კიდევ უფრო მეტად მიიზიდა თავის ორბიტაზე. ეს კი მიუღებელია ვაშინგტონისთვის, რომელიც ჩინეთს მთავარ მეტოქედ მიიჩნევს. შეერთებულმა შტატებმა უგულებელყო ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი ღიად ბრალდების წაყენებით და ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესის ჩატარებით საკუთარ სასამართლოში, რითიც უხეშად დაარღვია ვენესუელის ეროვნული სუვერენიტეტი. ასევე ეს ძირს უთხრის საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობას. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი წესები საერთაშორისო სამართალზე მაღლა დააყენოს. ჩინეთი მოუწოდებს შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე და უზრუნველყოს მათი პირადი უსაფრთხოება. შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას ღიად ეწინააღმდეგება გაერო, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არ აინტერესებთ გაეროს აზრი. ვაშინგტონი მკაფიო ხაზებს ავლებს გავლენის სფეროებს, რაც მსოფლიოს ახალი რეალობის წინაშე აყენებს.